პროცედურულად პარლამენტი არის მზად იმისთვის, რომ ხსენებული კონსტიტუციური სარჩელი წარედგინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც მოგეხსენებათ, მოთხოვნილია ზოგიერთი პარტიის საქმიანობის აკრძალვა, ეხება ერთიანულ ნაციონალურ მოძრაობას, კოალიციას ცვლილებებისთვის და ლელოს. აქვე ვიტყვი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი ჩვენს რეალობაში, ბრძოლის უნარიანი და თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის განსახორციელებლად არის აუცილებელი შესაბამისი პოლიტიკურად დაბინძურებული ველი ამ კრიმინალების, რომლებიც პოლიტიკურ მანტიაში იყვნენ გახვეული, აიწმინდოს ამ გვარი ძალებისგან. იმდენად აბსურდული არის სამართლებრივი არგუმენტები, რომ თუ გახსოვთ საზოგადოებას თუ ახსოვს, რამდენიმე კასკადის ცვლილებების შეტანა დაჭირდა ქართულ ოცნებას კამამდებლობაში, რომ ამ პროცესამდე მისულიყო. ამ პროცესისგან საქართველოს ფარგლებში, ამ ქართული ოცნების იურისდიქციის ფარგლებში წარმოუდგენელია, რომ რაიმე ობიექტური მართლმსაჯულება შედგეს და რაიმე გარი გაირკვეს, თუმცა ევროსასამართლოს იმედი გვაქვს და ამ პროცესი აუცილებლად ევროსასამართლოში გაგრძელდება.